შეფასებების თემა მართული გუნდის კიდევ ერთი ინიციატივა. ამერიკული ფარა ზუსტი ნათარგმნი ვერსია საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე კვირაში დაინიცირდება. ამერიკაში მოქმედი უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი რეგისტრაციას და ფინანსურ გამჭვირვალობას ავალდებულებს იმ ლობისტურ კომპანიებს თუ ფიზიკურ პირებს, რომლებიც უცხო ქვეყნების მთავრობების გავლენით და ინტერესებით მოქმედებენ. ქართულ ოცნებაში განმარტავენ, რომ ამერიკული ფარას გადმოტანა სახელმწიფო სუვერენიტეტის გაძლიერებისკენ არის მიმართული. ოპოზიციაში კი ბოლო დროს განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს რეპრესიებს უწოდებენ. რა ვქნათ ამერიკულია საქართველოში ეს არის რუსული. ამერიკაში როდის მიიღეს ეს კანონი თუ შეხედავთ ისტორიულ მომენტს დაინახავთ რომ სულ სხვა მიზნებს ემსახურებოდა. ეს იყო ამერიკის დემოკრატიის დასაცავად ტრის ინტერესების გავლენისგან და საქართველოში ეს კეთდება ტრის ინტერესების გასატარებლად და დასავლეთის წინააღმდეგ. ასე რომ ამერიკული თუ არის რამე აპრიორი ჩემთვის არის შავსო კარგია ან ევროპული თუ არის კარგი. მე ქართული ეროვნული ინტერესი მომოძრავებს, ქართული სახელმწიფოს ინტერესი მომოძრავებს და ყველა ჩემი შეფასება გამომდინარეობს იქიდან რა არის კარგი საქართველოსთვის. ფარას კანონმდებლობის შემოტანა არალეგიტიმური ქართული ოცნების მიერ არის ერთგვარი იმიტაციის შექმნა იმაზე, რომ ეს რეჟიმი დადგა დემოკრატიის გზაზე. თუმცა დღეს რელევანტური ეს უკვე აღარ არის. რელევანტური არის ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების მოთხოვნა. პირველი, ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა ამ ქვეყანაში, დროებითი ადმინისტრაციის პირობებში და მეორე, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. აი ეს არის კრიზისიდან გამოსავალი. ახლა უკვე ეგრეთ წოდებული deep state-ის წიაღიდან წამოსულ კანონს ფარას გვთავაზობენ, ფარას სახელწოდებით და ცდილობენ რომ ეს კანონიც გახდეს პოლიტიკური რეპრესიებისთვის განკუთვნილი და ამით მოახდინონ კიდევ და კიდევ პროტესტის დაშლა, პოლიტიკური რეპრესიები ჩვენს ხალხზე და შიში დანერგონ ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ გვინდა რომ როგორც ამერიკაში იცავს გამჭვირვალობას და უსაფრთხოებას ფარას კანონი, საქართველოშიც დაიცვას ანალოგიურმა კანონმა საქართველოს უსაფრთხოება და გამჭვირვალობა. დამერწმუნეთ ესეც არის ის კანონი და ეს იქნება ის კანონი და ჯერჯერობით კანონპროექტი, რომელიც ასევე მოემსახურება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამყარებას, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და იმის დაზღვევას, რომ საქართველოში ერთხელ და საბოლოოდ უნდა დამთავრდეს ბოროტად მოსურნე ძალების ჩარევა დიდი ფინანსებით და აქაურ მოღალატეებს და აქაურ აგენტურ ქსელზე დაყრდნობით აქ ქვეყნის გადატრიალების და ყველანაირად სახელმწიფოებრიობის შერყევის მცდელობები.